მოგესალმებით ტრანსფორმაციის ზონაში მარიკა ხალიანთან ერთად. დღეს გვაქვს ძალიან საინტერესო თემა კოუჩინგი გაყიდვებში და გვყავს სტუმარი ხათუნა მდინარაძე, რომელიც არის გაყიდვების ტრენერი და ორგანიზაციული განვითარების მენტორი და უკვე Coaching Up უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, რომელიცაც შეუძლია თქვას, რომ არის კოუჩი და მეტიც ერთადაც გვეგმავთ უკვე გაყიდვების მასტერკლასს კოუჩინგი გაყიდვებში. და დღეს გვინდა ვისაუბროთ გაყიდვების თემაზე. შენთვის რა არის ხათუნა გაყიდვები? მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენ მსმენელებს და მაყურებლებს და მიხარია რომ შენთან ვარ. ჩემთვის გაყიდვები საკმაოდ ძვირფასი მიმართულებაა ჩემს საქმიანობაში. დაახლოებით 20 წელია ვარ ამ სფეროში და უკვე ჩემთვის არ არის ეს საქმიანობა, ეს იქცა ცხოვრების სტილად. შესაბამისად, ამიტომაც ყოველთვის ვცდილობ გავამრავალფეროვნო სხვადასხვა მიმართულებებით და ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ამ სფეროში გამოვიდა, რომ ისედაც სანამ გავივლიდი ამ კურსს შენთან გაყიდვებს სჭირდება კოუჩინგი, ასე ვიტყოდი. და არის საკმაოდ მსუყელ უკმა მისთვის ეს მიმართულება. მოდი გაყიდვების პროცესს რო დავაკვირდეთ, დრო იცვლება შესაბამისად გაყიდვების პროცესიც მნიშვნელოვნად გადის სერიოზულ ცვლილებებს და შენი გადმოსახედით რა უფრო მნიშვნელოვანია გაყიდვებში ტექნიკების ცოდნა თუ შინაგანი მდგომარეობა, რომელიც აქვს გაყიდვების აგენტს? ჩემთვის საერთოდ ტექნიკები ნაკლებად მისასალმებელია, თუმცა ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადია, ესეც ვთქვათ. თავდაპირველად ალბათ როცა ვიწყებდი ამ სფეროს და ნულიდან როცა ვიწყებდი და არ ვიცოდი საერთოდ რა იყო და მაშინ მით უმეტეს ცნობიერება ძალიან დაბალი იყო ამ მიმართულებით. მაშინ რაღაც ტექნიკები საწყის ეტაპზე ალბათ მნიშვნელოვანია, სანამ ადაპტაციას გაივლი და მოერგები ამ სიტუაციას. თუმცა უკვე მერე თუ კი გაქვს პრეტენზია და ამბიცია იმისთვის, რომ იყო პროფესიონალი, იყო თან ტრენერი, მენტორი, კოუჩი, თან ადამიანებთან დაამყარო ურთიერთობა, არა უბრალოდ გაყიდო, ურთიერთობა დაამყარო გრძელვადიანი და მათ გადასცე ღირებულება, რა თქმა უნდა, მერე უკვე შინაგანი პროცესია და ეს მოდელი არ მგონია მარტო გაყიდვებში იყოს, მგონი ცხოვრებაში ყველგან ასეა სხვადასხვა მიმართულებაში. შენი გადმოსახედით რა განსხვავებაა ტრადიციულ გაყიდვებსა და კოუჩინგურ გაყიდვებს შორის? ტრადიციული გაყიდვები სხვადასხვა ეპოქაში გაყიდვები მიყვება ბიზნესს და მიყვება ამ გარემოს რა გარემოშიც ვართ. თუ იყო პერიოდი, როცა აქცენტი გადატანილი იყო მაგალითად წარმოებაზე, პროდუქტზე და ასე შემდეგ თავისი პერიოდები გაიარა ამ პროცესმა, ახლა დგება დრო, როცა აქცენტი მთავარი დგება თვითონ ადამიანზე და მომსახურებაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის და თვითონ ადამიანში ძალიან დიდი ყურადღება ექცევა უკვე შენ რას ყიდი უბრალოდ პროდუქტს, თუ ყიდი ღირებულებას და ყიდი ემოციას. ასევე რა არის ის მთავარი რითაც უნდა მომხმარებელს თუ კლიენტს შეიძინოს შენი პროდუქტი ან მომსახურება. გარკვეული სახის პრობლემას უჭრის, რაღაც სურვილს უკმაყოფილებს. შეიძლება მე ბოლო დროს ხშირად საუბრობ ამაზე და მასტერკლასებიც მქონდა, იქნება და ხუშტურია თავისი და უნდა ესეც, უბრალოდ უნდა დაკმაყოფილება. ჩვენ უნდა მივყვეთ მის პულსს და მისი გულისცემას. და ეს პროცესი უკვე კოუჩინგის და რა თქმა უნდა კიდე სხვადასხვა მიმართულებების გარეშე არის ძალიან მშრალი და მე ასე ვეძახი არის ხელისგაცლაზე ორიენტირებული, რომელიც რა თქმა უნდა თანამედროვე 21 საუკუნის კონკურენციაში ბრენდები, რომლებიც კონკურენციას ერთმანეთს უწევენ, როგორ გადაუჭრან ადამიანებს პრობლემა და რა სურვილები შეუსრულონ, მაშინ მთავარი ატრიბუტია, ასე ვიტყოდი. ორი სიტყვით რომ რაც მოვისმინე ის გადმოვთარგმნო ჩემებურად, პროდუქტის წარდგენიდან გაყიდვების პროცესი დღეს გადმოსული არის ურთიერთობების ნაწილზე და მთავარი გახდა არა მხოლოდ პროდუქტი თავისი ღირებულებებით, არამედ ადამიანს რა საჭიროება, რა სჭირდება და რითი უკმაყოფილებს შენ იმ საჭიროებას და კონკრეტულად კომუნიკაციის პროცესი არის გაყიდვებში ძალიან მნიშვნელოვანი.
ძალიან მნიშვნელოვანია და ამავე დროს ხშირად ამბობენ ხოლმე, როცა კვლევებს ვატარებთ სხვადასხვა ორგანიზაციაში, რომ გაყიდვების გუნდებს რა გამოწვევა აქვთ, ძალიან და ვაკეთებთ მომხმარებლის ფსიქოტიპების ანალიზს, ამბობენ, რომ თავდაპირველად სხვათა შორის მეგონა, რომ იტყოდნენ, რომ ყველაზე რთული მომხმარებელი არის აგრესიული მომხმარებელი, იმიტომ რომ პირველი როცა შედიხარ, ვისი მართვა გჭირდება ყო, აგრესიული მომხმარებელი, აგრესიული, თუმცა კვლევა როცა ჩავატარეთ, აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტად გუჭირთ იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებმაც არ იციან რა სურთ რეალურად. და ზუსტად ყველაზე მეტად საჭირო აი ამ ნაწილში ხდება კოუჩინგის ჩართულობა. ხშირია შემთხვევა, როცა ჩვენ არ ვიცით რა გვსურს. შეიძლება ვიცოდე, რომ ტელეფონი მინდა, მაგრამ ან როგორი სტილის ტელეფონი მინდა, ან რატომ მინდა ეს მოდელი, რა საჭიროებას მიკმაყოფილებს, რა ემოცია, სტატუსს, ეს არ ვიცი ხოლმე მე როგორც მომხმარებელმა. ამიტომ მინდათი შევდივარ, ან მინდათი მივდივარ მოლაპარაკებაზე და მინდას დროს უკვე მეორე მხარე, რომელიც ეგრეთ წოდებულ სეილებს ვეძახით ჩვენ, თუ კი ის არის ორიენტირებული, ხელი გაიცალოს და თვითონ გაყიდოს ის, რაც მას უნდა, შენ შეიძლება იმ მომენტში ძალიან კმაყოფილი იყო, ეიფორიაში იყო, ჩათვალო რომ ეს მინდოდეს, მაგრამ როცა მოდიხარ უკვე სახლში, გადის რა ეიფორიის პერიოდი, ეს ემოციური პერიოდი და რეალურ საჭიროებას უკვე ტელეფონთან შემხებლობით და კონტაქტით უკვე აკვირდები და იღებ, ხვდები რომ ლოგიკური ტვინი როცა ერთვება, რომ რაღაცა ისე ვერ მიდის, რომ უნდა მიდიოდეს, ანუ მე იწყება იქ უკმაყოფილება და მომხმარებლის გამოცდილება და მისი მართვა. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ ნაწილში დაეხმარო მომხმარებელს თუ კლიენტს და მიიყვანო თვითონ სწორი შეკითხვებით იქამდე რა სურს მას. ეს არის ყველაზე დიდი ღირებულება, რაც ჩვენ ამ სფეროში გაგვაჩნია, რომ თვითონ მიხვდეს მომხმარებელი მას რა სურს, იმიტომ რომ ხშირად ჩვენ როცა ვართ მომხმარებლის როლში, ნაკლებად ვიცით ხოლმე. რეალურად ყიდი არა მხოლოდ პროდუქტს, არამედ მთავარ ატრიბუტს ემოციას. ემოციას, ურთიერთობას, სტატუსს გააჩნია იმ კონკრეტულ მომხმარებელს რა სურს იმ მომენტში. ხელი გაიცალოში რას გულისხმობ? ხელი გაიცალოს, მე ვეძახი ასე, ხელი გაიცალოს ნიშნავს იმას, რომ მე მთავარია გავყიდო და მე შენ ამით რასარგებელს მიიღებ, ჩემთვის ნაკლებად პრიორიტეტულია და საერთოდ არ მაინტერესებს. თუ კი ხარ რაღაც გინდა რომ რაღაც ორდღიანი პროდუქტი გაქვს გაყიდო და მე წახვიდე და საერთოდ ამ საქმეს შეეშვა, მაშინ ხო იმუშავებს, ის ტექნიკაც იმუშავებს, ის ტყუილიც იმუშავებს, რაღაცა იმუშავებს როგორ არა, თავისი ინტუიციით. თუმცა თუ ჩვენ გრძელვადიანად გვინდა ურთიერთობის ჩამოყალიბება, ჩვენს ბიზნესს, ჩვენს ბრენდს, იმ მომხმარებლებთან, რომლებიც ჩვენი აუდიტორია და ასევე პოტენციური აუდიტორია არის, მაშინ რა თქმა უნდა, მასთან ჩვენ პულზე ხელი უნდა გვეჭიროს და ყოველთვის უნდა მიუყვეთ მათ რა სურს მხოლოდ ცნობიერად არა, რა სურს არაცნობიერად. იმიტომ რომ ჩვენ ხომ ხშირ შემთხვევაში ეს არ ვიცით ხოლმე და კოუჩინგი არის მეთოდი, რომელიც მე სწორი კითხვებით მეხმარება. მეც მეხმარება როგორც გაყიდვებს, რომ ჩემთან როცა მოდის ადამიანი, მე ხომ არ ვარ გულთმისანი, რომ უცებ მიხვდე მას. ჩვენ არასოდეს არ ვიცით მას რა უნდა. შეიძლება შენმა გამოცდილებამ გიკარნახოს, ინტუიციურად წაიყვანოს, თუმცა ყველა ადამიანი უნიკალურია და ყველა ადამიანს აქვს თავისი უნიკალური სურვილების მიმართულება. ამიტომ დასვა კითხვა, მოусმინო და მე მასზე მორგებული შეთავაზება გავუკეთო, ეს არის ზუსტად ხელოვნება, ურთიერთობის ხელოვნება. და ამას ქმნიან ბრენდები დღეს. ანუ კოუჩინგის პროცესი გაყიდვებში არის პროცესი, როდესაც სიღრმისეულ კომუნიკაციას ამყარებ კლიენტთან, სადაც მას ეხმარები ზუსტად იმის იდენტიფიცირებაში, რა ჭირდება მას და ზუსტად რა უნდა და ძალით კი არ ტენი რაღაც პროდუქტს, არამედ იკვლევ მის საჭიროებას და მისი ცნობიერების ხარისხი იზრდება იმისათვის, რომ მან თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება და მერე სწორედ თავის მიღებული გადაწყვეტილების შედეგად კმაყოფილების ხარისხი არის გაცილებით მაღალი, ვიდრე ის, რომ აღმოჩნდა, რომ რაღაც ნივთი მაქვს, რომელიც საერთოდ არ ვიცოდი მჭირდებოდა თუ არა. რა თქმა უნდა და ამავე დროს შენს ნათქვამს დავამატებდი, ეს ყველაფერი გააკეთო მომხმარებელთან და პროცესში იყო და ამავე დროს მოკლე დროში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. ოდესღაც შეიძლება მეც მივხვდე, აი 3-4 დღე თუ მაქვს მაგალითად ერთი რაღაც იმპულსური პროდუქტი შეიძლება ხომ მივხვდე, ან რაღაც 3-4 წელი, ან მე და შენ ურთიერთობისთვის თუ გვაქვს იმისი დრო, რომ როგორც სეილი და მომხმარებელი კი არა, აი არ ვიცი, აი მეგობრები, ეხლა დავსხედი და მოდი ვისაუბროთ. თუ კი
დისერტაცია უნდა დავიცვა, ოდესღაც მივხვდები. ეს მოკლე დროსაც ეხება. ჩვენ ძალიან სწრაფად ვიღებთ 21 საუკუნეში ინფორმაციის ბუმში გადაწყვეტილებას და ეს მოკლე დროში მიაღებინო ეფექტური გადაწყვეტილება, ეს საკმაოდ რთული პროცესია. შეიძლება ერთი შეხედვით ჩანს, რომ მარტივია, იმიტომ რომ ამ საქმეში ხარ, იმიტომ რომ იცი, აი რა უნდა უნდოდეს მაქსიმუმ შეიძლება თქვა. შეიძლება სიტყვა უნდოდეს, შეიძლება სანდოობა სჭირდება, შეიძლება მხარდაჭერა სჭირდება ამ პროდუქტთან ერთად. აბა დაზღვევა მეტი რა არის, მარტო ის არ არის რომ პროდუქტი უეჭველი გაფუჭდება 6 თვეში ან შეიძლება არ გაფუჭდება. შენ მიგაქვს იქიდან დაცულობის შეგრძნება და ეს სიტყვითაც უნდა გაატანო. თუ კი მე გამომყვამ თქვა ამისი დაზღვევა 1 წელი, მაგრამ აი კონსულტანტმა ან მენეჯერმა რაღაც სიტყვით ეს დაზღვევა და სანდოობა მე ვერ გამომატანა და თვითონაც არ იყო ამაში თავდაჯერებული, მე მთელი პერიოდი აი რაღაც ეს მექნება, აი შეგრძნება, რომელსაც სახელს ვერ ვარქმევ. და ეს შეგრძნება მე აუცილებლად გადაიზრდება უნდობლობაში და დგება და სხვაგან წავა. იქ სადაც უფრო მეტად მიიღებს პროდუქტთან ერთად და რა თქმა უნდა, აქტყვილი არ უნდა იყოს თავისთავად, ეს არც არის ნაგულისხმები, სიტყვა, რომელიც შენ თვითონ მიხვედი ამ სიტყვამდე და ეს იყო შენი დამადასტურებელი ერთგვარი რაღაც აქტი. მე რაც მოვისმინე ახლა მთავარი აქცენტები რაზეც გააკეთე, რამდენიმეჯერ ახსენე ნდობა, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტი გაყიდვის პროცესში. თუ არ დამყარდა უსაფრთხო ურთიერთობა გამყიდველსა და კლიენტს შორის და თუ არ დამყარდა ნდობითი კავშირი, ამ შემთხვევაში კლიენტი იწყებს თავდაცვის მექანიზმის ჩართვას და იწყებს შენგან გაქცევას. და ნდობა არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი, როგორც შენ თქვი, და ასევე წეღან ახსენე თავდაჯერებულობა. გაყიდვების აგენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ თვითონ იყოს დარწმუნებული იმ პროდუქტში, თავის ღირებულებაში და მხოლოდ მაშინ შეუძლია შესთავაზოს კლიენტს მყარად. წარმოიდგინე პროცესი, როდესაც გელაპარაკება გაყიდვების აგენტი და ხვდები, რომ თვითონ წესიერად არ იცნობს პროდუქტს. თვითონ არ არის დარწმუნებული იმაში, რას ყიდის. ამ დროს მართლა დაუცველობის განცდა გიჩნდება, რომ ნამდვილად ეს არის თუ არა ის პროდუქტი, რომელიც მე მჭირდება. ორი ფაქტორია ხოლმე. ერთი არის შემთხვევა, როცა მართლა არ იციან და ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ საკმაოდ დენადი სფერო არის, ვერასწრებენ ხოლმე პროდუქტების, მით უმეტეს გააჩნია პროდუქტს, თუ კი ისეთი ტექნიკა არის, უძრავი ქონება არის, ჭირდება დრო რომ პროდუქტი კარგად შეისწავლო, არ გულისხმობ მხოლოდ მახასიათებელს, გულისხმობ უპირატესობას და გულისხმობ სარგებელს, რა მიზანთანაც მიყავს მომხმარებელი, ასევე გულისხმობ თვითონ ადამიანის ფსიქიკის ცოდნას და ადამიანის ცოდნას რაღაც ეტაპზე მაინც, ფსიქოლოგიის ცოდნას თუნდაც, რომ ფსიქოტიპების უამრავი მიმართულება არსებობს ამ კუთხითაც. ამიტომ მხოლოდ პროდუქტი იცოდე, თუ კი არ იცი კომუნიკაცია, თუ კი არ იცი სწორი შეკითხვების დასმა, თუ კი არ იცნობ თუნდაც ადამიანს როგორც ფენომენს, როგორ შეიძლება მას რა კუთხით მიუდგე, როგორ გამხსნელი კითხვები, როგორ დაუსვა, როგორ დახურო, შეთავაზება ძალიან რთულია. და მეორე არის შემთხვევა, იცი, მაგრამ კომუნიკაციაში ცოტა სკოჭლობ, ან შეიძლება კარგად კოჭლობ და ორივე შემთხვევაში მე ხომ მომხმარებელმა არ ვიცი, ახლა მე ხომ ვერ მივხვდები ამას, რომ იცი რა მოდი ამ პროდუქტი იცის, მაგრამ შეიძლება კომუნიკაცია და მე ვიცოდე. ეს ჩემი პასუხისმგებლობა არ არის. თუ ვიცი ხომ, კარგი, შეიძლება მე წავიყვანო პროცესი, მაგრამ წესით და რიგით ეს უნდა იცოდეს წარმომადგენელმა, რომელიც გარკვეული სახის მომსახურებას ან პროდუქტს ყიდის. ამიტომ ორი ფაქტორი არის და ორივე საკმაოდ ხელისშემშლელი არის. პირველი მალე ისწავლება, როცა პროდუქტი არ იცი, ისწავლი ამას მალე და ამის მასალებსაც გაძლევენ კომპანიებში და თუ კი ახლა ძალიან ისეთი არ ხარ, ისწავლი, თუმცა მეორე აი კომუნიკაციის კოუჩინგის შეკითხვების დასმის, ადამიანის ფსიქოტიპების, ტიპოლოგიის ცოდნა, ეს საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდია. ეს გულისხმობს არა მარტო მის ცოდნას, არამედ შენს პიროვნულ განვითარებასაც. რა თქმა უნდა. ემპათიას გულისხმობს. შენ თუ ვერაცნობიერებ, შენ ამ მომენტში როგორ ხარ, რას გრძნობ, რა გამოწვევები გაქვს. ჩვენ გარდა იმისა, რომ პროდუქტებსა და მომსახურებებს უშუალოდ მომხმარებელთან თუ კლიენტთან ვყიდით, გარდა ამისა ჯგუფებს ვამზადებ. გუნდებს, რომლებიც არიან გაყიდვებში ჩართულები და ამ გუნდებში არიან სოციმედია მენეჯერები, ასევე რომლებიც ონლაინ გაყიდვები არიან, მარკეტინგის წარმომადგენლები, ხშირად მყავს სხვათა შორის HR-ები
ტრენინგებზე, რადგანაც ესწრებიან და აკვირდებიან რა გამოწვევებია თავის სფეროში. მქონია შემთხვევა თვითონ დამფუძნებლები და დირექტორებიც მყოლია თვითონ სეილების გადამზადების პროცესში და საკმაოდ ფუნდამენტური და სუყე სამუშაო პროცესი არის, რადგანაც აკა აუცილებლად ამოვარდება კულტურული სხვაობები, მაგალითად შეიძლება სხვადასხვა თუნდაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა აღზრდის სტილიდან გამომდინარე სხვადასხვა გამოწვევებს შევეჯახოთ ჩვენ. აი მაგალითად ერთი ძალიან საინტერესო кейსი მქონდა, რომელსაც ხშირად ვაზიარებ, აღმოჩნდა რომ ერთ-ერთ რეგიონში ჩავატარეთ ტრენინგები, კარგი შედეგი, სანამ ტრენინგებს ჩავატარებდით, მითხრეს რომ ყველაზე ნაკლები შედეგი არის ერთ-ერთ რეგიონში. ნუ იქ ანალიზი წავიდა, რეკლამა სწორად იყო გაშვებული, ყველაფერი კარგად მიდიოდა, აღმოჩნდა რომ გაყიდვების კვლევა ჩავატარეთ, გაყიდვების წარმომადგენლები, გოგონები, უფროსი თაობის მამაკაცებში გარიგებას ბოლომდე ვერ ხურავდნენ. ნუ ჩავედით დავაკვირდით პროცესს, გარკვეული სახის პროექციული ტესტები გავაკეთეთ და აღმოჩნდა, რომ ამ კონკრეტულ რეგიონში აღზრდის სტილიდან გამომდინარე, იმდენად იყო მამის პატივისცემა და დაჯერება თავის კულტურაში გაჯერებული იყო, რომ ზუსტად უფროსი თაობის მამაკაცებში პროექცია მიდიოდა მამად, როგორც ჩანს, ქვეცნობიერად აღიქვავდნენ და პირველ ვარზე გაყიდვები იყო წყდებოდა შუაგზაში, ხო. აქ მივედით კოუჩინგით, რა თქმა უნდა. და შემდეგ ვიმუშავეთ კოუჩინგით. გააცნობიერო შენი ემოციები, საიდან მოდის, სად მიდის, რა გჭირდება შენ იმისთვის, რომ ეს ცვლილება განახორციელო, რომ იდენტიფიცირება განასხვაო და შემდეგ მოვლენებს დავაკვირდით, მე უკვე გადავედით მენტორინგზე, რამდენიმე თვე ვიმუშავეთ ერთად და ბოლოს ძალიან მარტივად მოგვარდა ეს გამოწვევაც. მთავარი ბლოკები რა არის ხოლმე გაყიდვების პროცესში? პირველს მაინც ვიტყვი ცოდნას. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ტრენინგ კურსები ტარდება, ცოდნა მაინც არ აქვთ. მეორე ეს არის უნარები, რომელიც ამ საქმეში უნდა გადმოიტანო. მაგალითად, მე შეიძლება ვარ კომუნიკაბელური, მაგრამ გაყიდვებში ეს კომუნიკაცია დახვეწო კიდე სხვა უნარს დაშენებას მოითხოვს და ეს ნაკლებად არის. ან შეიძლება ინტროვერტი ვარ და მგონია, რომ ინტროვერტები ვერ ყიდიან, არა და შეიძლება ითქვას, კვლევა არ ჩამიტარებია, თუმცა დაკვირვებით შეიძლება ითქვას, რომ თუ კი ბოლომდე მიყვება რაღაც კურსებს და ტრენინგებს, ინტროვერტები გაცილებით შეიძლება უკეთ ყიდნენ, ვიდრე ვთქვათ ექსტროვერტები. თუმცა ესეც პირობითი ნათქვამია, ხმამაღლა ასე ვერ დავამტკიცებ, ვერ ვიტყვი და მუდმივი ზრდა განვითარება. ეს არის მეც დავამატებდი ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ალბათ ხშირად იქნება შემაფერხებელი პროცესის შიშის ფაქტორი. უარის თქმის შიში. რომ მე რასაც წარვადგენ, ამაზე უარს მეტყვიან და ეს კეტავს პიროვნებას, ეს კეტავს ეს გაყიდვებში კი არა მგონი საერთოდ წარმატების ფორმულაში პირველი შიში არის. აი ის რაც ვახსენე ამაზე დაფუძნებით უკვე და ფუნდამენტი არის ეს და აი აქედან გამომდინარე მე უკვე მოდის უარის შიში, მოდის თავდაჯერებულობა. მაინც რაც არ უნდა თუ კი ეს გამოცდილება სხეულში არ გაქვს კარგად, აი რაც არ უნდა ბევრი იმუშაო და ბევრჯერ თუ არ დამარცხდი და ბევრჯერ ეს მარცხი თუ არ გადალახე, აი სხეულში უნდა გაიაროს ამ გამოცდილება, მარტო გონებით თავდაჯერებულობა არ მოდის. ამიტომ ეს ბევრი მარცხი წარმატება და მე უკვე გადიხარ ფონს და უკვე ხო იქ სრული мотиваცია გაქვს, მაგრამ სხვათა შორის დემოტივაციასაც იწვევს მარცხის შიში. აი პირველი ვარი არის დრამა ყველგან, სადაც არ უნდა შეხვიდე, გამოცდილი კომპანია თუ ნაკლებად გამოცდილი, პირველი ვარი ყველგან არის. აი რომ ვეკითხები, რომ აი სად გამოიხატება და რა ემოცია ყველას აი აქ მეაქვს ხელი. და აქაც პროექცია სხვათა შორის ახსენდებათ ყველა ვარი ცხოვრებაში, რაც მეუღიათ, რომელიც არ არის დასრულებული და არ არის გადამუშავებული და მე უკვე იწყებ წარსულიდან რაღაცას, მოდიხარ დღემდე და აგვარებ უკვე დღეს აქ და ამჟამად რა შეგვიძლია შეცვალო შენ ამისთვის. კოუჩინგის ცოდნა, რაღაცა ნაწილის ცოდნა მაინც როგორ ეხმარება ადამიანებს გაყიდვების პროცესში? გაყიდვებს აქვს თავისი ეტაპები. პირველი ეტაპი არის ნდობის მოპოვების ეტაპი და ნდობის მოპოვების ეტაპის შემდეგ მოდის საჭიროებათა ანალიზი. ყველა ეტაპზე თავისი დოზით ეხმარება, თუმცა საჭიროებათა ეტაპი არის შეიძლება ითქვას, რომ სრულიად კოუჩინგი და იქ სხვა არაფერი არ მუშაობს. აქ არის დასვა შეკითხვა,
მოусმინო და შენ გააკეთო ანალიზი რა ჭირდება. სხვა მეტი არაფერი არ არის. ამ ნაწილში არც შეთავაზება არ შეიძლება, არც რაღაც პროდუქციის დახასიათება, არც ბევრი საუბარი. ეს არის ეტაპი, სადაც უნდა დასვა შეკითხვა და უსმინო აქტიურად. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და დაახლოებით ახლა ზუსტად რა თქმა უნდა ყველა ქვეყანაში და კულტურაში სხვადასხვა მაჩვენებელია, თუმცა ამბობენ რომ დაახლოებით 30% გაყიდვების, აი სრული ციკლის მოდის ამ ნაწილში. და 30% მხოლოდ შეკითხვას რომ მიაწერს საკმაოდ დიდი დიაპაზონია, როცა გადაიტან ამას შემდეგ მთელს ამ პროცესში და ციფრებში. და მეორე ეტაპი მოდის უკვე შენ შესთავაზო და აქ თუ ეს ეტაპი კარგად არ გაქვს გავლილი, შენ რომ დასვი კითხვა იმან რა გიპასუხა, როგორ მიხვედით ერთად შეჯამებამდე, მაშინ გამოდის რომ წყდება პროცესი. ანუ ფაქტობრივად არ გიშვებს. ან თუ გიშვებს, არასწორად მიდის და იქ მერე ბრუნდება მომხმარებელი და უკმაყოფილოა და ამბობს რომ მე სხვა უთხარი მაგრამ სხვა მინდოდა და არა და მოკლედ კომუნიკაციაში აღრება. მეორე ეტაპი არის, შეიძლება საერთოდ წავიდეს და აღარ დაბრუნდეს. და ის შენი პრეზენტაცია რაც გააკეთე, თუ კი სხვაგან სწორად მიაგნო, შენ შეიძლება კონკურენტს გაუყიდო პროდუქტი. და ესე ძალიან მნიშვნელოვანი და ხშირად ხდება ასე. ძალიან ხშირად შენ დაიხარჯები, მისული ხარ სადღაც ბოლოში და შენი მომხმარებელი მიდის და კონკურენტთან ყიდულობს. ესეც აუსრულებელი კომუნიკაცია. და შეიძლება ითქვას, რომ ხო, სრული პროცესი, აი, ჩახურვის შემდეგ, როცა დაიხურება პროცესი, აი, შემდეგ როცა მიდის უკვე ანალიზი, მაგალითად KPI, აი, როგორ არის მიბმული ეს, როგორ დაითვალო შედეგები, როგორ დაისახო მიზნები, ამ მიზნებთან მერე როგორ გადადგა განსხვავებული ნაბიჯები, რომ განსხვავებული შედეგები მიიღოს. სრულად კოუჩინგია ეს ყველაფერი. ეს გაყიდვების პროცესში ურთიერთობებში ხომ კოუჩინგია და გარდა ამისა სტრატეგიის დაგეგმისას, იქაც კოუჩინგია. არა მარტო სეილებთან და ფრონტის წინახასთან, არამედ დამფუძნებლებთან, დირექტორებთან და სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. ეს სრულად კოუჩინგის პროცესი არის უკვე. ასე რომ საკმაოდ დიდი დოზით არის. და გაყიდვების პროცესში კომუნიკაციას იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ხშირად ლოიალური კლიენტი რო გახდეს და ხშირად მოგიბრუნდეს, ამას სიღრმისეულ კომუნიკაციას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ხშირად გამიგია მეგობრებიც ხდებიან ხოლმე გაყიდვების აგენტები და კლიენტები დამეგობრებულან, იმდენად ღრმა კომუნიკაცია ყოფილა მათ შორის. როცა სრულდება ეს პროცესი, ჩახურვის პროცესი ჩვენ რასაც ვეძახით და დაიხურა და შედგა მოლაპარაკება, ამის შემდეგ მოდის უკვე მომხმარებლის გამოცდილების მართვა. და იქ უკვე არის სრული სპექტრი. იყო თუ არა კმაყოფილი, რამდენად იყო, რამდენი პროცენტით, რამდენი დაგიბრუნდა უკან, თუ უკან არ დაბრუნდა, ანალიზი გააკეთო, რატომ არ დაბრუნდა და რა არ მოეწონა. კვლევა, მე სრულიად ჩვეულებრივი სახის კვლევა. რამდენი მოგიყვანა ახალმა კლიენტმა და დამატებითი ახალი კლიენტი, სად გაგიწია რეკომენდაცია, რომელ ქსელში თუნდაც, ან რა ტიპის ადამიანებთან, რა სოციალური კლასის ადამიანებთან. ეს ჩვეულებრივი ცალკე მიმართულება არის შემდეგ და ეს ანალიზი ჯამდება და მე უკვე მუშაობ სხვადასხვა რგოლთან, სხვადასხვა მეთოდოლოგიით. და რა შედეგებიც გინდა, მთავარია შენ რა მიზანს გინდა მიაღწიო და ამას როგორ მიხვდები, რომ მიაღწიე. ეს ჩვეულებრივი ციფრებია ჩვენთან. არ გჭირდება ამისთვის მაგალითად მიანიჭო 10 ბალიანი შკალა. ეს პროცესია გაყიდვების და პირდაპირ აისახება. მაგალითად თუ კი შენ თვეში ყავს 10 პირობითად კლიენტი და გინდა გახდეს 15, უკვე ციფრებია. უკვე ხვდები რომ შედეგთან მიხვედი ახლოს ხარ, ან შეიძლება გაცდი კიდეც. ეგეც არის ხოლმე ხდება ეგ. ესეთი პატარა შეჯამებასავით რო გავაკეთოთ სამი მთავარი მომენტს, რას გამოყოფთ ის სამ მთავარ მომენტს, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია გაყიდვებში. პირველი და მნიშვნელოვანი არის თვითონ შენ უყურებდი ამ პროცესს როგორც ცოცხალს, ემოციურს და როგორც ადამიანს და არა უბრალოდ რაღაც გაშეშებულ აქტს. ეს ერთი. და უნდა გიყვარდეს ეს საქმე. მეორე არის აუცილებლად მარტო მე ასე ვამბობ ხოლმე რომ მარტო სიყვარული არ კმარა, არ არის ეს სფერო, ცოდნა აუცილებელი ამ ნაწილში. ცოდნა დარგის და ცოდნა ადამიანის.
ზოგჯერ არის ხოლმე რომ ცოდნის გარეშეც ადამიანს თავისთავად აქვს უნარები გამოსდის საერთოდ არ იცოდა არაფერი არ მოუნდომებია მაგრამ შინაგანად გამოსდის ისეთ ადამიანებს რომლებსაც ძალიან უყვართ რაღაც სიახლის გაზიარება რაღაც რაც ძალიან მოწონს თავის ცხოვრებაში და ყველას ეგრევე მოსდებენ რომ აი მე ეს გავაკეთე და ძალიან მაგარია ეს და კარგად გამოვიდა ასეთ ადამიანებს ვისაც უყვართ კარგის გაზიარება თავისთავად გამოსდით ეს გაყიდვები და აქ რა ხდება და რამდენად მნიშვნელოვანი არის ის რომ მათ ცოდნა დაამატონ თუ თავისი გამოცდილება გაუზიარონ დანარჩენ ადამიანებს გიპასუხებ ამაზეც კარგი კითხვა ბარემ ამასაც დავასრულებ ეს არის იმას რასაც აკეთებ გიყვარდეს მეორე არის უკვე ცოდნა და მესამე არის მუდმივი განვითარება ამ პროცესში რაც შეეხება იმას რაც შენ თქვი შეიძლება არის ხოლმე რომ უნარი გაქვს და ძალიან კარგი მე ასე ვიტყვი რომ თუ კი რაღაც ხდება მაგას რა ჯობია ხომ კარგი მაგრამ არის პერიოდი რომ ჩვენ უნივერსალური არსებები არ ვართ და არც ვიბადებით ახლა ისე უნივერსალური რომ ყველგან შეიძლება უნარი იყოს მე შეიძლება შენზე უკეთესი უნარი მაქვს თუმცა ეს უნარი სადღაც რაღაც ეტაპამდე ყოფნის მე ამის ძალიან ბევრი მაგალითი მქონია შევსულ კომპანიაში და მყოლია რომელიც ტიპი რომელსაც ძალიან მაგარი არ ვიცი ყოველ თვეში არის ტოპ 5-ეულში შესული ან 3-ეულში ან პირველია ყოველ თვეში და ვიღაცები ვისაც რესურსი აქვს და შეგიძლია იქ ცოტა იმუშაო coach და აღმოჩენილი რომ გრძელვადიან პერიოდში იმიტომ რომ ჩვენ ხო გავზარდეთ მიზანი coaching-ით როცა შედიხარ ან სხვადასხვა არ ვიცი კონსულტაციით თუნდაც იქ ხო ჩვენ მიზანს ვსვდით და გვინდა რომ თუ კი მაგალითად ამ თვეში ამდენია მოგება მეორე თვეში რაღაც მეტი იყოს აი იქ უკვე იწყებენ ბუქსაობას და მე ეწყებათ მარცხიშიში, იმიტომ რომ აქამდე ფრუსტრაციაში ვარდებიან, თუ კი რა თქმა უნდა სწორად არ მოხდა მათთანაც მუშაობა, რომ მე ტოპი ვიყავი და ახლა ნახე ვიღაცა თუ კონკურენტი არ მყავდა, ახლა ძალიან ბევრი კონკურენტი მყავს და პირველი უკვე ვარდებიან, მე მოდის იმისი შიში რომ ჩემი ბრალი არა უარყოფა არის რაღაცა თქვენ დაგეგმეთ არასწორად ეს შეცვლილი მეთოდოლოგია არ მუშაობს და თუ გადავიდა და გადალახა ის ეტაპი რომ სხვისი ბრალი არაა და ჩემში ეს პირიქით შემიძლია ზრდის ზონა გავხადო და გავცდე ჩემს რაღაც ფიქსირებულ ქცევის მოდელებს და თუ კი იმუშავა საკუთარ თავზე მე რა თქმა უნდა ამას რა ჯობია თუ კი შენს ბუნებრივ უნარს დაამატებ გარედან შემოცულ ცოდნასა და გამოცდილებას და მე აქვს რა თქმა უნდა შედეგები მაგრამ ასეც ვერ ვიტყოდი რომ მხოლოდ უნარი ყიდის რაღაც ეტაპამდე ყიდის და ძალიან კარგია ეს ამას ვამბობ არაფრით არ შეიძლება შენ შეხვიდი ორგანიზაციაში და მხოლოდ შენი შეიტანო იქ თუ რესურსები სწორად არ გამოიყენე შეიძლება ის შედეგი რაც ქონდა მანამდე ისიც კი დაკარგონ ამიტომ ძალიან საფრთხილო სამუშაოა ის ჩვენი მხრიდანაც ტრენერების და მენტორების მხრიდან იმიტომ რომ სხვადასხვა კატეგორიის და ტიპოლოგიის ადამიანებთან ძალიან ფრთხილი და ისინი ჩვენი მომხმარებლები არიან თუ კი ჩვენ ამათ ვემუშავებთ რომ თქვენს მომხმარებელთან ფრთხილად უნდა იყოთ იმ კუთხით რომ პულზე ხელი უნდა გეჭიროთ ჩვენც ასე მუშაობთ მათ პულზე გვიჭირავს ჩვენ ხელი და რაღაც ერთგვარი შემაერთებელი რგოლი ვართ სადაც უნდა გავითვალისწინოთ ტოპ მენეჯმენტის ფრონტის წინახაზი მომხმარებელი და ადამიანები რომლებიც ჩართულები არიან ამ სფეროში მადლობა ხათუნა ჩვენ იანვრის ბოლოს ერთად ვგეგმავთ მასტერკლასს კოუჩინგი გაყიდვებში ეს იქნება კოუჩინგის გაყიდვების მენეჯერებისთვის და არა მარტო გაყიდვების მენეჯერებისთვის ადამიანებისთვის ვინც დაინტერესებულია გაყიდვებით და რითი იქნება განსხვავებული ეს მასტერკლასი სხვა ტრენინგებისგან პირველ რიგში ეს მასტერკლასი იქნება ის რაც მე სულ მინდოდა და ვეძებდი და რაღაც ნაკლებად შემხვედრია ხოლმე ასე ვიტყოდი და ეს არ იქნება მარტო გაყიდვების მენეჯერებისთვის ეს არის ზუსტად უნიკალურობა ამ ჩვენი კურსის ჯერ მასტერკლასის და მერე კურსის ჩვენ ყოველდღიურად ვართ ადამიანები ჩართულები გაყიდვებში ირიბად თუ პირდაპირ ჩვენ ყოველთვის ვყიდით საკუთარ პროფესიას მომსახურებას და თუ პროდუქტი გვაქვს მით უმეტეს ამიტომ ეს ადამიანებისთვის რომლებიც დღეს არიან აქტიურ რეჟიმში წარადგინონ შესთავაზონ თავისი ღირებული შეთავაზება ორგანიზაციებში
ბიზნესებს, კომპანიებს, დასაქმების ბაზარს. პირველ რიგში ეს უნიკალურობა აქვს ამას. მეორე ის, რომ აქ იქნება შენი მხრიდან გაზიარებული კოუჩინგის მეთოდოლოგია, შეკითხვების დასმის ტექნიკები მიდგომები, ტექნიკები ნაკლებად, რადგანაც სულ ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ და ჩემი მხრიდან კი ბატონო და ჩემი მხრიდან ეს იქნება უკვე გაყიდვების პროცესში რა წილი უჭირავს კოუჩინგს და ეს როგორ გამოვიყენოთ, რა თქმა უნდა, ეფექტურად პრაქტიკაში, რადგანაც შეიძლება მისმა არასწორად გამოყენებამ იქაც პროცესი მოარღვიოს და შედეგები დაიკარგოს. ამიტომ მგონია სულ ამას ვამბობ, რომ პური უნდა აცხოს მეპურემ. რომ შედეგი იყოს ზუსტი, გაზომვადი და ეფექტური და მგონია რომ ეს კურსი იქნება ამისთვის. და სანამ დავამთავრებთ ორი სიტყვით, ეს კი ორი სიტყვით არ ითქმება, მაგრამ რა როლი აქვს ნეირომეცნიერებას გაყიდვებში? ხო, ეს ჩემი კიდევ ერთი ძალიან ახალი და საყვარელი მიმართულება არის. ნეირომეცნიერება საკმაოდ ფართო მიმართულება არის და გაყიდვებში გამოიყენება აი მარტივად და მოკლედ რო ვთქვა, აი მოკლე დროში და წამის მიასედებში, როგორ დაეხმარო მომხმარებელს, რომ მიიღოს ეფექტური გადაწყვეტილება და ეს ეფექტური გადაწყვეტილება ვიმეორებ არ იყოს მხოლოდ ემოციაზე დაფუძნებული და ეს იყოს გრძელვადიან სარგებელზე. ამაში იყოს ჩართული შენი სანდოობის და დაცულობის სისტემა, ჩართული იყოს ემოციური მიმართულება და ლოგიკურიც. ამიტომ ფართოა ჩვენ რომ ვიღებთ გადაწყვეტილებას და არ ვიცით ეს რამდენად ეფექტურია, ეს ძალიან ბუნებრივი პროცესია და შენ ეხმარები მარტივად შედარებით, რა თქმა უნდა, მოკლე დროში მიაღებინო ეფექტური გადაწყვეტილება და მათზე კი არ იმოქმედო როგორც რაღაც მანიპულაციის საშუალება, არამედ შთაბეჭდილება, რომელიც მას მთელი ცხოვრება გაყვება და საკმაოდ სიღრმისეულია. საკმაოდ ჩვენ აქ ძალიან ვუსმენთ სხეულს და ადამიანის სხეულის ჰორმონალურ სისტემას. რა გამომუშავდა, როგორ გამომუშავდა, იმ წუთას მე რომ კორტიზოლი გამომიმუშავდა, მინდა თუ არა ამ დროს პროდუქტი თუ პროექციას ვაკეთებ. აი მთელი დოფამინერგული სისტემა და მოტივაციისა და ჯილდოს სისტემა მე გამყვება ეს მომავალში და ეს ის არის, რაც მე მგონია, თუ აი ამ წუთას მოვეკეცი ვიღაცის ზეგავლენის ქვეშ. ამიტომ აი ამის ცოდნით ხდება არა მარტო რაღაც გაყიდვების ზრდა ეს ხომ თავისთავად ხდება და ხდება, არამედ კიდევ უფრო სიღრმისეულად და აი სულ სიღრმეებში წვდები მომხმარებლის არაცნობიერ სურვილებს რამდენადაც შესაძლებელია, ამას აუცილებლად დავამატებთ, იმიტომ რომ ეს არის მეცნიერება და არ არის უბრალოდ ლამაზი სიტყვები. რამდენადაც შესაძლებელია და საკმაოდ გაზომვადი მიმართულება არის, ამაზე კეთდება სხვადასხვა სახის კვლევები და არის კვლევის შედეგებიც და საკმაოდ ეფექტურია. და მე ძალიან მომწონს, მიყვარს და ბოლომდე არის თუ არა საფრთხის შემცველი ეს? სამყაროში თუ კი რაღაცას არასწორად და არაეთიკურად გამოიყენებ, მგონია რომ ეს ჭიქაც საფრთხის შემცველია. რა თქმა უნდა, იქაც თუ გადააჭარბე, აი ზუსტად ეს არის ნებისმიერი ჩემი კურსი იწყება ეთიკეტ და ღირებულებებზე საუბრით. ამიტომ თუ კი შენ ეს საფუძველში არ გააქვს, ამიტომ დავიწყე საქმის სიყვარული, თუ გიყვარს იქ საქმე, ადამიანები და გრძელვადიან ურთიერთობას, მაშინ ამას არც განიხილავ, მაგრამ ჩვენ ხომ არ ვიცით ვინ იქნება ის, ვინც ამას გამოიყენებს. ამიტომ ვიწყებთ ღირებულებათა სისტემით, ვიწყებთ ეთიკით და რა თქმა უნდა, ამიტომაც ვამბობ, რომ შეზღუდვებია ძალიან ბევრი. აი ასე უბრალოდ ადგე და კვლევა ჩაატარო ნეირომარკეტინგში, რომ აი მე რა მაგარია ბევრი გავყიდო. არა არ არის და არ შეიძლება ადამიანებზეც ამდენი კვლევები ამ მიმართულებით თავის შეზღუდვები აქვს უბრალოდ რაც ვიცით რაც მუშაობს ნეირომეცნიერებაში აი ამისი მოდელირება და გადმოტანა ჩვენ შეგვიძლია კიდევ რაღაც მიმართულებით მარკეტინგსა და გაყიდვებში და საერთოდ ადამიანების ტიპოლოგიაში და ნუ კიდევ თვითონ ნეირომარკეტინგი რა კუთხითაც მუშაობს და არის კვლევები რასაც აძლევს უფლებას იმუშაოს აი ეთიკის კოდექსში წინააღმდეგ შემთხვევაში საკმაოდ არის, თუმცა ვიმეორებ, რომ ნებისმიერი მიმართულება შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი, თუ კი შენ ამას არამიზნობრივად და არაეთიკურად გამოიყენებ და ვიღაცის საზიანოდ. ძალიან საინტერესო და ძალიან კარგი შედეგები აქვს.
მადლობა ხათუნა, მადლობა. ერთი რაც ვიცი ზუსტად კოუჩინგი არის მეცნიერება, რომელიც არის უსაფრთხო ადამიანებისთვის, თუ არ არღვევ მთავარ წესებს, რომელიც არის მთავარი კოუჩინგური წესები, ეთიკური წესები და ამის გამოყენება გაყიდვებში არის ძალიან დიდი ეფექტის მომცემი, შედეგის მომცემი და ადამიანებს შეუძლიათ სიღრმისეული კავშირი დაამყარონ და სიღრმისეული კომუნიკაცია დაამყარონ კლიენტებთან. მადლობა ხათუნა დღევანდელი სტუმრობისთვის და ველოდებით იანვრის ბოლოს გაყიდვების მასტერკლასს ერთად ჩავატარებთ. მადლობა რომ გვისმენთ და მადლობა შენ მოწვევისთვის და საინტერესო შეკითხვებისთვის. მადლობა რომ გვისმენთ და გთხოვთ მოგწეროთ რა საკითხებზე გინდათ რომ ვისაუბროთ შემდეგ თემებზე.